მივიოკველენ და წავალ მეჯობია. აუ, სოფი, არ წახვიდე რა, დარჩი ცოტა ხანი. არა ნიკუშ გვიანია, მაგრამ ხვალ მოვალ რა. კარგი, მაშინ გაგაცილებ, მე გავაცილებ რა. ხაი, რახმა, თაგ ვიყავთ? რა? ხაი, რახმა? არა, სელაპია. მოდი ვაშევიდე. და ეს რა მთრალია? ამას რა შემოიყვანს? თუ შემოიტანს? რაც უნდა და შემოტანა, მე ხედავ რა კარგად წერს კედელზე და მივაფაროს და იგარ. ნიკა გამოიწია. ლაშა, შემოდი, ლაშა. ამიდა ელენე, მე თვითონ შემოვალ. რა. სოფი. მე თვითონ მივხედავ ყველაფერს. მე თუ ვერ მივხედავ. ერთი გეხოძების ავილაგი და სოფი, ახლა ხარ შენ სოფი, გენაცვალე, მე მინდა მე თვითონ მოვალ. ერთი წუთი სოფი, გოგოში. ელენე, არა აქვს რეაქცია, ისეთი მთრალია. ლაშა, მოდი შენ აქ დაჯექი დივანზე. სოფი გაატარე, მიდის უკვე, მიდის. მე რატომ ველაპარაკებ, გეგონება ყრუვე. დავჯდომა კარგია. მოდი დავსხდეთ სოფი რა მედას. რა, მოდი დაჯექი, რატო ნერვიულობს. სოფი, ბიჭები ვიყავით ახლა. ძალიან კარგი დრო ვატარეთ რა. ლაშა, მომისმინე. სად იყავი? მე რა ვიცი. მე რა ვიცი, მე რატომ მეკითხე, მე საიდან უნდა ვიცოდე საწყო? არა, სოფი. ლაშა, მომისმინე. საიდან უნდა ვიცოდე, მე რატო გონია ელენეს, რომ მე უნდა ვიცოდე სად ვიყავი. რა გინდა? ლაშა, მომისმინე, რომ გირეკავ, რატომ არ პასუხობ? როდის მირეკავ? როდის მე არაფერი არ გამიგია, როდის მირეკავ? ხა მე რო დაერეკა ჩემთვის რა გიპასუხებ? როგორ არ გიპასუხებ? რა თვინდა ხა? ეგ ლაპარაკი მინდა ხა სოფი. რო დამირეკე, კაცო, დამირეკე და გიპასუხებ, ხო რა? ეგ არის ტელეფონის ზარი კაცო, მითხარით, მე რო ტელეფონის ზარია ეგ და უპასუხებ, მე რა ვიცი რომ ტელეფონის ზარია ეგ. ნილი ბავშვი გააღვიძე. ნილი გააღვიძე ბავშვი, ბიძაინა ცოლოს მაგას, ეხლა აი, მიყვირი ხარ ეძინო სოდო. ბავშვი გააღვიძე რომ გეუბნები ეხლა კაცო. აი, გავაღვიძე, აი. აი, მოვედი. სადა ხარ ვამბება? მოდია, შემაიმუნე. ეს არის ჩემი ბიშვილი. უსაყვარ ჩემი იმედი. ადექი და აბა ბიძას რო უყურს ის გააკეთე. მიდი, ჰე? მიდი. ქარი გიმღერის ნანა ზღაპასკი ამბობს სადარი ზეთნამალეს დამოსო ეჭვები საქართველოს სადარი მართალი ხარ ამ სიმღერას ფეხს უნდა წამოუდგეთ სოფი მოდი მიმღეროთ წავე აბა მოსარა ვიმღერებთ დაშტი მოიტანე ვაიმე ნიკა მოიტანე ცუდად ხარ ელენე მოდი გეხვეწები ცუდად არის ლაშ დაჯექი მოიტანე ვაიმე ელენე მოდი ცუდად არის ჩამოასხი ხლა მე აი ამ სასმისით მინდა დავლიო ჩემი ქვეყნის პროექტს ჩამოასხი კაცო რა ვინ არის ცუდა ვინ არის ცუდა ლაშა მომისმინე ლოგინი გაგიშალე შედი დაწექი ლაშა შედი და დაწექი
ლაშა ვაიმე სამჯერ გითხარი შევალ დავწები დავიძინებ ეგ რა თქმა უნდა მე გამეორება ელენე ვერ გა ხო გითხარი სამჯერ ამდენჯერ უნდა გაგიმეორება რა წავალ დავწები დავიძინებ ვეცოფი მიდიხარ მოიცადე უნდა გაგაცნო აბა მე უნდა გავაცინო სოფი მარტო გავაცინო სოფი გავაცინო აბა გავაცინო ესეც ასე სოფიც გავაცინე აგად სოფი წავედი ნიკა დაიძინე დაწექი თორე ამან თუ დაიწყო ხრინვა მე ვეღარ დაიძინე მიდით ჩიტებო იჩიკჩიკეთ მიდით შეგვიქმენით რომანტიკული გარემო მიდით ახლა წავიდა წავიდა ახლა ამათ უკვე გაფრინდეთ არა უშეს მე ვიჭიკჭიკ გაფრინდე მე ვიჭიკჭიკებ მე შევთო რომანტიკულ გარემოს თელა ეხლა მე ვიჭიკჭიკ უკვე ბატონო რომანტიული წვილი ვარ ხო აბა მოდი იცით ეხლა რა ვქათ მოდი დღეს მე ვიქნები რომეო და შენ იყავი ჯულიეტა რა სიტყვი არა ბატა ეგენი კუდებიან სხვები ვიყოთ კარგი მაშინ მე ვიქნები ტრისტანი შენ იყავი იზოლდა კარგი მაშინ შენ იყავი ნუნუ მე ვიქნები ემზარე აბა რა ვიცი მე ცოცხალე რა უნდა დარჩა და რა გავხერხ რა გავაკეთე ვერ გავიგე ბატა იცი რა ვფიქრობ არა ხო ნუ საიდან გეცოდება მე ვფიქრობ რატომ მოდი დღეს ერთმანეთს მოვუწყოთ ყველაზე თბილი და ტკბილი დღე თბილი და ტკბილი დღე კარგი მაშინ აივანზე გავიდეთ მზეს მივეფიცხოთ და შაქარი ვჭამოთ გიჟდები კარაქიან პურზე მოკლი შაქარზე იცი როგორ მიყვარს მაგარია ხო არა ბატა კარაქიანი პური და შაქარი აი რამე უფრო რომანტიული მოვიფიქროთ კარგი უფრო რომანტული მაშინ კარს ჩავკეტავ მთელი დღე ვიყოთ სახლში მარტო მე და შენ ერთად მე იქ მუსიკა იქ შამპანური იქ მიყვარს ეს კარაქიან პურზე მოკლი შაქარი და რა ვქნა კარაქიანი პური არა და კარი არავის გაბუღოთ ჩიგეთანხმები ხო აი თელი დღე რო რეკოს მაინც არ გავუღოთ კარი არა ხო შენ სახში ხარ არა შენ ნახოთ ზარს ვეკავდი, მაგრამ ვერ გაიგეთ ალბათ არაუშავს. ეს ხوار გიშნით. პრინციპში კი. კარგით, მაშინ მოგვიანებით შემოვა. საქმე მაქვს შენთან. კი ბატონო, ნახავდი სწორედ. მე ხაწავ კარს ჩავკეტავ. და არავის არ გავუღოთ, კარგი? კარგი. მოგითხარით მოგვიანებით შემოვა. ეხლა ხوار გიშნით ხეას? არა, ტელევიზორს უყურებ. შეყვარებული ხალხი ხართ, ხო რა დროს ტელევიზორია, მოესიყვარულეთ ერთმანეთს. აბა, ბატა, ჩვენ როგორ ვერ მოვიფიქრეთ? როგორ მოვიფიქრეთ ჩვენ? ბატა, საქმე მაქვს შენთან რა. გისმენთ? მე თუ გიშლით გავა. არა, თქვენ იყავით როგორ გეკადრეთ? ერთი წუთი თუ შეიძლება. კი ბატონო, ბოდიში ეხლა. კარგი. კოცნი. მე კოცნი. გაიგო. ბატა, რაში საქმეში დალაპარაკება მინდა შენთან და თეკლას მომერიდა რომ მეთქვა რომ გადითქო და იქნება შემოთქვა, მაინც თუ ახლოს ახარ მასთან. ჩემგან შეიძლება ეწკილა. შენგან მოთქვა ის იქნება. გავიგე. მადლობა. აჰა. ბოდიში რა ვქო. კი ბატონო, არა პრობლემა. ისა თეკლა პროფესორმა საქმე მაგთა დახტოვოსო. კარგი. კოცნი. მე კოცნი. გაიგო. ნიკა რა საკეთებ? რა ვიცი დე სული ფერი აქვს სახეს და ვიფიქრი მოუხდება თქო. იტალია მთელი ღამე აქ ეძინა? არა კატო, ძელი სხვა რაღაცა. მთელი ღამე აი აქ იდო. რა მაგარია, ჩვენი ლენინი ყავს. დე, საერთოდ არ გაუღვიძია, ხო? კი, როგორ არა, წაღან გაიღვიძა. და რა უმერი? რაო და
მერე დაიძინა. არა, ლაშა ესეთი მთვრალი პირველად ვნახე. პირველად და შენ დაბადების დღეზე? კარგი, მეორედ. და ახალ წელს რომ დალია მამასთან ერთად და შენ რომ ეჩხუბე? კარგი, ნიკა, მესამე. და კარგი, ნიკა, ერთი წუთით. ლაშა ასეთი მთვრალი ვნახე მე-14. და საერთოდ გრძნობა აქვს თუნდაც ხო არ არის? არა, მე ხა სოფი ჩავიდა წამალს ამოუწენს გადასხმას გაუკეთებს და იმედია მოვა გონზე. დე, გონზე ახლაც მოსული აი უყურეთ. ლაშა ბიძია, შენ ხო ხარ ყველაზე ბოთე? არა. ლაშა ბიძია, მე ხო კაი ბიჭი ვარ. აი კიო. ლაშა ბიძია, სოფი ხო აღარ გიყოს. აი არაო, მე მიცმობ ხო? აი კიო. აი თქვენც ხომ აქ იყავით რას თქვა, მე რო აღარ გადათქვას. მოგეთ და გადავწყვიტე რომ თათიას ხელი ვთხოვო რა. ანუ ცოლობა. ხო. დამეხმარე რა. და მე რაში უნდა დაგეხმარე? მე ვთხოვო ცოლად გამოვყევი თქო თუ რა გავაკეთე. არა. აბა აი აქ მოგ ჩამოწერილი 10 სხვადასხვა ვერსია როგორ შემიძლია ხელი ვთხოვო და შენ მირჩიე რომელი უფრო ორიგინალური. კი ბატონო, აბა გადავხედა. კი ბატონო, ნახოთ, გადავხედა. ტალახი არ ვიცი ხა. ქონ ერბო, რა ქონი კაც. არ ვიცი ეს. აბა ეს მე მგონი ეს კარგი უნდა იყოს, ავი ეს კარგია ვითომ? რავი, რატომაც არა, ზოოპარკინს სპილო გამომატანეს რა. მოდი დავანებოთ თავის პირველს ბატონო პროფესორო, მე მოგიფიქრეთ რაც უნდა გააკეთოთ. რამე ლექსი წაუკითხეთ, ან უფრო რომანტიკული იყოს, ხო ხტებით, ან ლექსი წაუკითხეთ, ან უმღერეთ რამე სიმღერა. კი, ვიცი ლექსი, ერთი კარგი ლექსი ვიცი. ლექსი? იაპონური. იაპონური? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. კი, მთავარია ლამაზი იყოს, რა მნიშვნელოვანია. აბა ჰაიკუ. ჰაიკუ? ხო, ჰაიკუ. ჰაიკუ ეს სტილი არის. გასაგები მიმდინარეობა. ხო. გასაგები აშო არის, ავტო ეს ცნობილი ის იყო. ჰაიკუისტი. იაპონია. ხო, ეს ლექსი არის ფურუიკე ია კავაძუ ტობიკომუ იძუნო ოტო. მოდი ბატონო პროფესორო, იცით რა არის, გავანებოთ ლექსი თავი, მოდი სიმღერა. არა და კარგი ლექსია. არა, გასაგებია რომ კარგი ლექსია და კარგი მიმდინარეობაა, მაგრამ მოდი სიმღერა ვცადოთ, აბა. სიმღერა, შეგვიძლია რა სიმღერა? მოვსინჯოთ მაშინ. ეგ რა არის ბატონო პროფესორო? ასე იწყება. ეხლა რა ხდება? ეს გიტარა შევიდა რა. ბას გიტარა? ბას გიტარა. მოდი სანაცაყვილი შევიდა გავანებოთ ცოტა ხანი ამას თავი. ხო, მოდი. ლექსას გავანებოთ თავი, მე მოვიფიქრე რა უნდა ვქნათ. მოკლედ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ბარის უკან დაიმალებით თქვენ? ხო. ბარის უკან იმალებით? მაინც დასამალი რამჭის მშვენიერი ბიჭი ვარ. არა, გასაგები უფრო რომანტიკული იყოს, ხო ხტებით, უფრო სურპრიზი, მოულოდნელი ეფექტი ექნება, ხო ხტები რა? და თათი როგორც კი შემოვა, ეგრევე ამოხტებით და პირდაპირ ეთქვი თქვენ საფრთხეს. რო შევაშინო, ხო? არა ბატონო, პირველმა შეაშინო, ანუ ლამაზი იქნება მოულოდნელი ეფექტი, სურპრიზი, ხო ხტები რა? ხო, მიმდინარეობა ეს რა, ხო ხტები, ხო. მოდი, აბა ცადოთ ახლა ესეთი რამე. ეს არის ბარი. ბარი, ხო. ბარი. აქედან თუ იქით? აქედან, ხო. ეს არის ბარი აქედან. მე ვდგავარი, გავატავიდა, გავაკეთოთ. ნახოთ ახლა მოისინჯოს ეს ვარიანტი, ჩაიმალე, მე არაფერი არ ვიცი, მე არ ვდგავარ, მე არაფერი არ ვიცი. მზად ხარ? ჩანვა? არა, მზად ხარ? წავიდა. ბატონო პროფესორი, ეს დავიჯერო სწრაფად ამოხტომა იყო ახლა ეს? ცოტა უფრო სწრაფად არ შეგიძლია ბატონო, აბა რა წავიდა ტემპში ცოტა, აბა მე არაფერი არ ვიცი, ვდგავარ აქ. მზად ხარ? ჩანვა? არა, მზად ხარ? წავიდა. კარგი, ხა ბატონო პროფესორი, თუ დამცინი არ ვიცი, ხა ეს იმაზე სწრაფად ამოხტომა იყო, ვითომ დავიჯერო წეგარო იყო, რას ლაპარაკობ, უნდა ნახო გული როგორ ამიჩხარდა. არ მესმის და აბა რა ვიცი, აბა ხო. ვარჯიშ და რეპეტიციები არ მინდა, მე სწავლ პირდაპირ იმპროვიზაციას გავაკეთებ. გასაგები, ეგრე ჯობია. კი ბატონო. არა, როგორ გეკადრებთ, ეგრე ჯობია, კი ბატონო. თეკლას ბოდიში გადაეცი ჩემმა. თეკლა. ბატონო. გამოდი.
ზოგადად შეჩერდით? თუ სად შეჩერდით? სად შეჩერდით და აი აქ. აქ გასაგებია. უი, სულ დამოვიწყოთ მეკითხვა და ჩემი მეჯვარე იქნები? თეკლა ამას ახლა კი გამოუშვებ? ბატონო? გამოუშვებ? კი. დღეს მინდოდა რომ განთავისუფლება მეთხოვა შენთვის. მეგონა რომ ლაშა დაიტოვებდა ბავშვს, მაგრამ ლაშა თუ ესეთ მდგომარეობაშია, აღარ გამოვა რომ მე გამანთავისუფლო და დღეს გამანთავისუფლე რა. კი გაგანთავისუფლებდი, მაგრამ არ მინდა ნიკამ ბიძამის აი ესეთ მდგომარეობაში უყუროს. კარგი გასაგებია. უკვე მე-15-ად. კატო იცი რა ქენით? შენდენიკა წადით ზოოპარკში. კარგი. ხო, ნიკა მიდი ჩაიცი შენ და კატო მიდიხართ ზოოპარკში. ნიკა, მე კი წაგიყვანი, მაგრამ ლაშა ბიძე რო გაიღვიძებს, აქ ხო უნდა ვიყო. რო გაიღვიძებს თუ გაიღვიძებს? ნიკა მოემზადე, თან ახალი ცხოველები ეყოლებათ ზოოპარკში. ვა, მართლა? სელაპი ყავთ? არა, სელაპი არ ყავთ. სამაგრად ჩვენ ყავს. მოდი ჩავაბაროთ. გამარჯობა, ვიკატო, გამარჯობა. მოვედი. მოვიტანე, ამას არ გაუღვიძიო, ხო? არა. აქვე გაუკეთოთ გადასხმა. კარგი, სოფი და ამ გადასხმას რო გაუკეთებ, გამოვა უშველი? რა წესით კი უნდა უშველოს. ამას გადასხმა კი არა, უფრო გადმოსხმა ჭირდება. ამას გადასხმა კი არა, უფრო გადმოსხმა ჭირდება. ცოტა საჭმელი და ღვინო რომ მოაკლდეს სისხლს. კარგი, გაჩერდი ახლა შენ ჩაიწვი და წავიდეთ იმ ზოოპარკში თუ სადღაც. ისე რა საინტერესოა. ახლა რომელი ვესიზმრებით? მე აშკარად. კი, აი ესეც სახე აქვს. სოფი. არა, აშკარად მე ვესიზმრები. ნახე როგორი სახე აქვს. გამარჯობა კატო. აშკარად. არა, არც ერთი არ ესიზმრებით. ნახეთ როგორი სახე აქვს. ჩიხერთმა. დადი ჩაიწიო. აგებია, კარგი, წავალ თორე მე მგონი დღეს გიშეთ. არა, უკვე მივეჩვიეთ. დავჩე? არა. კარგი, ასეც ვიცოდი. კარგი, ნახვამდის. ნიკოლა მიდი სახლის ტელეფონი კაცში მე კაცს შევკეტო, მიდი. ვისადე. მოუჩა, მოდი ჩემთან ვირფასო. მე ვიტირებ, ხა დედას ისაუბრ თუ გავახო. გაგეკარები. პატა, შენი სუნთქვის ხმა მესმის. პატა, სუნთქვას ნოიკავებ გზნობ. პატა, რა თორე მეშინია უკვე. მაშინ მიზია რა გინდა. კარები ღია დატოვე, ფრიდოდი მოვა, ინდირას და ბობის ქორწილზე უნდა ვილაპარაკოთ. სხვაგან რომ გელაპარაკოთ მომდეიდა. სხვაგან საჩემო თვითონთან. ან ერთთან, ან მეორესთან. კი, თეკლა, მაგრამ ამოვედი და ახლა უკან ხო აღარ წავალ. თანაც პარტი გამაქვს ახალი მოსული რა შეიძლება. მადლობა პაატა. დიდი მადლობა. ნუნუ მითხრა, პაატამ თქვა, ჩემთან ავიდეთ ქორწილის ამებზე ვილაპარაკოთ. დიდი მადლობა. გამარჯობა. მოგიტადება, სხვანაირად როგორ შეიძლება ბატონო თვითონ მე და თეკლა ლაპარაკობდით წეგან მარტო ვიყავით სახში ჩვენთვის და რა მოწყენილები ვართ, ნეტა ვინმე შემოვიდეს და ბობის და ინდირას ქორწილზე დაგოლაპარაკო. მე როგორ გაბიმართლა. კარს დავკეტა. დაკეტე შენ. ოთახში შევა. შედი ოთახში. შედი ოთახში. არა დღეს შენი დაბადების დღეა, გილოცავ? ო. მაინც გილოცავ. აი კატო. აი ეს ფული გამომარჩი და რაც გინდა ისე. კარგი რანიკა, 5 ლარით რა უნდა ვიყიდო? ნაკინი მიყიდე. ნიკა, დღეს არის ჩემი დაბადების დღე. ნინისთან ჩემ გამო აწყობენ ფარცის. მე კიდე შენ გამო ვერ მივდივარ, ასე რომ ცოტა წესიერად მოიქეცი, იმიტომ რომ დღეს ძალიან მკაცრი ვიქნები.
კატო თუ გინდა ზოოპარკში არ წამიყვანო და ფართიზე წავიდეთ. კარგი რა ელენე ძალიან გაბრაზდება. ზოოპარკში წამიყვანო მაღაზიაზე უფრო გაბრაზდება. რატო? რატო და ვეთქვი რომ ჟირაფმა მიკვინა. ჟირაფი არ არის. არ ყავთ. მაშინ ვეთქვი რომ ბიზონმა მიკვინა. ბიზონიც არ ყავთ. თუ არაფერი აყავთ ამ ზოოპარკში რა გვინდა? წავიდეთ ფართიზე. ისა გოგოები იქნებიან. კი. მე ხა აკლემის ყურებას არ ჯობია გოგოებს უყურა. რაც მახეს მიგებ ხო ნიკა? არა, კატო, მე ვიცი რომ გარეგნულ თორე ესეთი საშიში თორე შიგნიდან იცი რა საყვარელი ვარ. მოკლედ გადაწყვეტილია, მივდივართ ფართიზე, დედას არც ვეთქვით და არც გაბრაზდება. აი მე ნიკუშა რა საყვარელი ხარ, კარგი რომ ზოოპარკში არ გინდა, ჩემთან ერთად გინდა წავასვათ ჩემ ფართიზე, ჩემ დაბადების დღეზე. კაი, გეყოფო. ისა, კატო, შენ გონია მე ძალიან მინდოდა ზოოპარკში წასვლა, მამა ჩემს მეტი ფანტაზია კი არ აქვს. სულ ზოოპარკში დავყავ, უკან ცხოველები ცნობენ. და რა შედვარ ვესალმები ხოლმე, მგლები მაგალითად ყუდეს ქიცენ ხვდებიან. მართლა? ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს ბატი-ბუტი რისთვის მაყიდინე თუ არ ჭამ? და ვფიქრე, მაიმუნებს ვაჭმევთ ხო, მაგრამ ზოოპარკში თუ აღარ მივდივართ, ფართიზე წამოვიდეთ და გოგოებს. შენ თუ ესეც მოვჭირდა ხო ის რა? ფრიდონ, მე ფრიდონ რომ მე მიყვარდა ფრიდონი. არა ფრიდონ. ხო, ესე გიგია. ფრიდონ, მე მოვიფიქრე, ყველაფერი გავიყოს ნახევარ-ნახევარზე. კარგი, თანახმოვარ. იცი, კი, ნახევარ-ნახევარზე 50-50. აბა. 100 კაცი საკმარისი იქნება მეტი. აბარა, 70 ჩემ 30 შენ. ვიცი. აბა თანაბრადო. ესე იგი, მაშინ იცი რა ქენი? თეკლა, პატა, ლაშა, ელენე, ყველა შედაპატე 34 ცოტა. კარგი, ჯანდაბას. მაშინ თამადა ატა იყოს კარგი ბიჭია. რა, დიდი მადლობა, რას ლაპარაკობ. ატა, ვინ უნდა დალოცოს, თვითონ დასალოცია. ატა, მე ჯარეთ მინდა რომ. აბარა, დიდი. არა, მე ჯვარე, მე პროფესორის მეჯორე. იცი რა, სხვათა შორის მეჯორეობაზე უარის თქმა არ შეიძლება. იცი, არაფერს არ დაგავალებ პატა. არც მანქანა მოიყვანო, არც ბეჭედი იყიდო, არც ვიდეოს გადაღებაზე ფული დახარჯო, არაფერი. მარტო ის გააკეთე, რაც საჭიროა მეჯორეს, რაც ეკადრება. მოიყვანე მანქანა, ვიდეოს ფული და ბეჭედი იყიდე, მეტი არაფერი აბსოლუტურად. კატყუებს. ვიცი. ლაშას ვეტყოდი, როგორ არ ვეტყოდი, მაგრამ ნეტ პატარძის სუფრაზე დაჯდება ბევრ შეჭამდა, ცუდად გამოჩნდება ვიდეოში. გამყოლების ამბავს მოაგვარებ. მაგარი ბიჭები არიან, პატარა სუფრა გაუშალოთ და ყველაფერი ხუთიანზე იქნება. გაუშალეთ, პატარა სუფრა გაუშალეთ და მაგ პატარა სუფრის გვერდზე გაშალეთ კიდე ერთი პატარა სუფრა. ემზარისთვის დომინო რო ითამაშოს, რა ისე მომუნდეს, მე რა ვიცი. კარგი, წავალ მე რესტორნის ამბებს მოაგვარებ. ხო, მე შენ შედი რესტორანში, დაცოფე, გალანსკე, გათათხე და დააკლებინე პაცები. ყველაფერი ჩემი არა, ერთი წუთი ხალხო თქვენ ალბათ რაღაც ვერ გაიგეთ. არ არსებობს შანსი არ არის, მე მეჯორე ვერ ვიქნები, იმიტომ რომ მე ვარ პროფესორის მეჯორე. ადამიანი დილით იყო შემოსული ჩემთან, თხოვა და მე უარი ვერ უხარით. ხო, მე ვარ პროფესორის მეჯორე და არ შეიძლება იმას დაგასწროთ, რა ვქნა ახლა. პირველი იმავ თხოვა, არ შეიძლება. რა ვქნა? მე რა ვქნა? ჰეი, ახლა კოთკოტება რომ იცი, მიდი, თორემ გაგობსა მეჯორე, მიდი. წავედი მე მძინავს და მე მოდით ამსალია. ეკლა მოვდივარ. მე ფრიდონ ნუ ნერვიულო საღამოს შემოვალ და დავითახებ. ეგეთები დამითახვებია. და ჯერ შენ ახლა წავიდეთ, არ უბრალოდ წავიდეთ სტურუებთან და მოვილაპარაკოთ, სად გაუშვათ ჩვენი შვილები ქორწილის მერე. საქორწილო მოგზაურობაში წავიდეთ. სტურუებთან ჩავიდეთ და იმათან რა, რამდენჯერ თხოვე გათიშვამდე ნუ სვამთქო და მაინც სვავს. რა გაუკეთოთ გადასხმა და იქნებ უშველოს. გადასხმა კი არა, მაგას ისეთი რამე უნდა გაუკეთო, რომ არასოდეს აღარ დალიოს. ლაშა. ვაი მელენე ამას ისიც დინოს 1-2 წელი არ გაიღვიძება იცი. სოფი 1-2 წელი, ხო? რა მაგარი რამე მოიფიქრე. სოფი. ორსულს გავარ. რა მოიფიქრე? ახლა ვენახავ ხლაშა, შენ თუ არ გაგაგიჟო, აი ნახე სოფთან ეს რომ გაიღვიძებს, არაფერი არ ემახსოვრება.
ვაიმე რა ფუფულალოს. ლაშა. ამას მილეთმაილა. ხარსა. ელენე გაიღვიძა. სადა. ელენე გაიღვიძა მოდია. ვაიმე გაიღვიძა ხალხო ჩემო. ველოდებოდით. 4 წელი? 4 კი არა 5 წელი ველოდებოდით. რა. ლაპარაკობს კიდეც არ მჯერა. რა ხალხო რა. ლაშა 5 წელია გძინავს გცნო. კი, გცნო. რა 5 წელი რას ლაპარაკობთ? გუშინ არ იმას ვქენი. რა ვქენი გუშინ არ მახსოვს. ვაიმე არა ლაშა დაწექი არადგე სოფი მიდი გავუკეთე გადასხმა მიდი დასმიკი არ მინდა არაფერი გადასხმა არ მინდა საჭმელია ლაშა ესე იკვებების წელია რას ვიკვებები არ მინდა არაფერი გადასხმა მინდა ტუალეტში მინდა მოიცა ლაშა დაწექი არადგე პამპერს მოგიტა რა თქვა პამპერსი ახლა 5 წელია გძინავს და ნუ აბა რა გვექნა ლაშა არ მინდა ელენე მოდი არ მინდა აღარ გადამიარა ხო რა ილაში ხუთი წელი მძინავს ხუმრობს ხო? არა არ ხუმრობს მართლა კი ლაშა მოიცა ეხლა ამიხსენით ყველაფერი წესიერად ამიხსენით ეხლა ამიხსენით კარგი ლაშა დამშვიდდი ახლა აგიხსნი 5 წლის წინ მოხვედი ძალიან ნასვამი ლაშა და მას მე რა უგონა წავღა რა 5 წლის წინ დავლია და იმის მერე მძინავს არა 1-2 კვირა აღარ უნდა დავლია მე რა ეს ჩემი ძის დაბადების დღე. ვაი, მიმართლა, გილოცავ. თეთია ნიკა რატო გადაკოცნე? აბა შენ ხარ გადაკოცნე. თეთია მე ვარ ძიძა, მე. მე სულ დავიბენი კატო მაპატი გილოცავ. ისი ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან დაბნეული მეჩვენები. ხო, ძალიან დაბნეული ვარ. ჩემი და პროფესორის ურთიერთობაზე ვფიქრობ, ვერ გადავწყვიტე. უთხრა თუ არა რომ არ მიყვარს რა იაპონიაში რომ მიდიოდა გული რო არ ტკენოდა მოვატყვა მეც მიყვარხარ მეთქი და იმის მე რომ მითხრა რომ მაშინ მე აღარ წავალო და რა ვიცი ხანსარც ვკრებს თქნის მშობლები გამაცნოთ ეხა ალბათ ხელსაც მთხოვს და უარი რო უთხრა გული ეტკინება რო არ უთხრა მე მეტკინება იმიტომ რომ არ მიყვარს და რა ვქნა რა გავაკეთო თათია მე ნუ მიყურებ მე ჯერ ბავშვი ვარ და ეგეთი რაღაცები არ ვიცი თუ გინდა PlayStation-ზე პატკაც გასწავლი იცი მეც არ ვიცი რა გითხრა თუ გინდა მართლა გასწავლის პატკაც ვიცი პიცა მან შეუკვეთეთ ცოტა გულს გადავაყოლებ კარგი შეუკვეთავთ პიცა გვინდა ჩვენ პიცა პიცა? კი პიცა გვინდა აუ პიცა რო არ გვაქვს თან ზარეულიც არ არის კარგი წავალ და რამეს გავაკეთებ რა თქვენ რო არ გაუძლოთ ადამიანს ცხოვრება ხვაში ეს გაიგეს ვაიმე ეს თათიამ რაც თქვა? არა ჩემი გულის მსხრევის ხმა კატო გილოცავ დაბადების დღეს რომ ეძინა ფრინავდი?
ცოტა 2 წელიწად ნახევარი. ესე იგი ხო გივლიდი ლაშა 5 წელი. ჩვენ ფაქტობრივად დავქორწინეთ. კი, სულ შენს გვერდით იყო გვერდიდან არ მოგშორებია გივლიდა როგორც საკუთარ ქმარს. ეხლა მაიცოდეთ, ეხლა ეს მოიცა ამჯერა. მოიცა ლაშა სად მიდიხარ გაჩ. ნიკა სად არის? ჯარში წაიყვანეს. ვინ ჩემ ნიკა ჯარში მოუკვდეს ბიძა ლაშა კარგი რა რას ამბობო? მესეგაცო თეკლა სად არის? ლაზიკაშია ჟოზეს მაღაზია გავხსენთ იქ ფილიალია და იმას ხელმძღვანელობს. აშენდა უკვე ქალაქი და ხო შენ გული არ დაგწვის დიდი არაფერი ქალაქი არ არის. აი შენ რომ კარგად გახცები ლაშა გურჯაანში უნდა წავიდეთ. გურჯაანში რატო? ვაიმე სოფი არ იცის ამან. ლაშა გურჯაანი ისე გააკეთეს. ხო სხვათა შორის პარლამენტთან ახლოს ვიქნებით. პარლამენტი ხო გადაიტანეს? კი, ყიბულიდან. მოიცეხლა პრეზიდენტი ვინ არის? სააკაშვილი. რობერტ სააკაშვილი, ლაშა შენ არ გეცოდინება ბირთვული ენერგიის მინისტრი იყო. მოიცა ბირთვული ფიზიკოსი სად არის? ბორცვში გამოვა. გამოვა მოდი დაიჭირეს? არა ლაშა თვითონ ჩაბარდა. არა, არა. მე მოიცა ერთი წუთი. თუ ამდენი დრო გავიდა, თქვენ ეს ახალგაზრდულად როგორ გამოიყურებით? ეგ მარტივია, კაცო. სამლარად ყრია მარკეტებში ბუტოს. ძალიან კეთილი ბიჭია, ჩემი ნიკუშა. საყვარელია. ძალიან. აუ, კატო, კიდე ერთხელ შემაქერა. აუ, შენ იცნობ ჩემ ნიკუშას? კი, ეს ძალიან საყვარელი ბავშვია. ძალიან. ბავშვი არა, მოზაი. რამდენი წლის ხარ? 23, უბრალოდ ეხლა არ მეტყობა ასაკი, ახალი გაპარსულია და. ბიჭი ყოფილა უკვე. და არასო? წვენს. ალკოჰოლს არაფერს არ თო? არა, და ნახე რა ვიცი? მიდი, ხამესე მე ცოტა დავლებ. აუ, კატო. მოდი. აუ, ამ ჩიკაში თვალი ჩამისხი და მე თო მეცარ. როგორ ხარ? თამელი არა ის ჭახლის წვენი გავიზდებოდი მან. ხოდე, აუ იცი რა მაგარია ზოპარკში, მაგრამ ერთობ. ხო, მაგარია ზოპარკში ძალიან. ხო, აი ეს რა ხმაურია და ისინი ქარშევანგები ჩხავია. კაი ხო, წავედი წერო მოვიდა. წერო? ელენე იყო ხო? კაიგო ხო ლაკო. კაიგო? არა. არა ხო ძალიან კარგი. მოგეთ ჩვენ ახლა აქედან მალე წავიდეთ რომ ვერაფერს ვერ მიხდეს. კატო შენ თუ გინდა წადი და მე აქ დავრჩები. ხარ მე დამკარგე. არა ქენი ხარ მოიწინე. არა ეხლა არა ხდავლებ და მე ვიცეკოთ. აუ რა მაგრა წავიდა. ცეკვა იცი? ამდენი ლამაზი გოგო ყოფილა, აი ახლა მესმის ლაშა ბიძიას. გავახარებ. ეს კაცო ეს გაიღვიძე ლაშა გაიღვიძე. ხოფრი ჩემო საყვარელო. გაიძინე ლაშა. ხო, უნდა გაგახარო. ლაშა გამოვიდა მდგომარეობიდან. აბა? კარგი გელოდები. მოცუნცულდი. საერთოდ გაგიშტა? ელენე მოდის დიძოგი ახლა. ვინ იყო ეს? ლაშა. ჩემი ქმარი. ხო.
ფრიდონ. როგორ გავყევი ლაშა და 2015 არა 2016 წელია. ხო და ფრიდონს გავყევი გასტროლზე თიანეთში. სხვათა შორის მაგ წელს გავიბრუნეთ თიანეთი ოკუპანტები. ლაშა შენას ამბავი რო გაიგე ის თვითონა გაამოძრავე და იმედი მოგვეცა. თვითონა ესენი ეხლა ეს ფრიდონი თუ დიტო ხო დიტოა ლაშა რაღა დროს დიტოა დიტოს მე შენ ორი ქმარი ყავდა ხო მე არა სოფი 3 მოიცა ვალერი ითვლება ვალერი კი ის არ ითვლება გიგი მე ცოტა გადაგასწრო შენ მადამ ლაშა ეხლა მე და ფრიდონი ველოდებით ვის პატარა ლაშიკოს შენ ნორმალური ხარ კაცო ნორმალური ფრიდონს როგორ გაკეთე პატას მაინც გაყოლოდი რაც ამბობ ლაშა ნუნუს ქმარს როგორ წავართ ნუნუ მოიყვანა ცულა პატა მოიყვანა რა პატა მოიტაცა ნუნუ როგორ გაგაყვაპატს რა არის ახლა ნუნუ აღარჯობიათ ეკლას ემზარი ცხონებული რომ გაიგო ფანჯიდან გადახტა ბაბყავი შემიძლია ემზარი კაცო ეხლა მართლა ეგ უკვე მართლა აღარ მჯერა ყველაფერი დავიჯე ეს უკვე ნამეტანი არა ეხლა მე გავა პატას მოიცა ლაშა სად მიდიხარ რა გინდა პატას დამინდა და უნდა გავიგო ეს ყველაფერი მართალია და ტუტყუილი და თუ მართალია ვაი თუ მართალია კიდე და თუ მართალი მიულოცავ და ეგ იქნება რა ვიცი პატა რა საკეთე სადარბაზოში ვიხედებით ეკლა მაინტერესებს კიდე ვინ შემოგვივარდება და ჩაგვიშხამებს ამ დღეს პატა მის მოსასვლელი იყო ყველა მოვიდა უკვე პრინციპში ეგეც მართალია ხო კარგი პატა შენ არ ინერვიო დაჯექი მოდი დაჯექი მე რა რომ არ გამოგვივიდა რომანტიკული დღე მთელი ცხოვრება წინ გვაქვს პატა მართალი კი არა, რა თქვია რაღაც მართალი ხარ. მე არ დავნებდები ძირფასო, მე არ დავნებდები და იცი რა ვიზა არა უშავ დღე თუ არ გამოვიდა, საღამო მაინც გამოვა, ხო? ხო. წავალ მე ახლა და სანთლებს მოვიტან. კარგი. სასაყვარელი ხარ პატა. მადლობა თეკ. ისე თეკლა სანთლები ვერ ვიპოვე და ნავთის ლამპა რო იყოს, ხა? არავის პატა არა სანთლების გარეშეც რომანტიული ხარ მოდი დაჯექი შენ დაჯექი მე ხარ შევალაბაზანაში მაკიაჟ შევისწორე და ძალიან მალე დაგიბრუნდები კარგი მიდი აბა მიდი ოღონდ თვალები დახუჭე თვალები რატო ცუდი მაკიაჟი უნდა გაიგეთო არა სულელო სიურპრიზია კარგი დახუჭა თვალს პატა უნდა არ დაიძინო არა რა უნდა დავიძინო რა დავიძინო კარგი გელოდებით ეკლუნია პატა მართლა არ დავიძინო თეკლა არ დავიძინებ მალე დავბრუნდები ძალიან გელოდებით ეკლუნია მოხოდი უკვე მოხოდი რა ხართ ეს ქალები რა როგორ გიყვართ ეს სურპრიზების კეთება რა ხართ ეს სუ ხმარა მოიხო მოდი ერთ დაჯექი ჩემ მოდი დაჯექი ჩემთან დაჯექი ახლოს მოდი დამალე დაბრუნდი ძვირფასო სუნამო დაისხი ვაიმე რა საყვარელი ხარ თელხორდა დღე ამ მომენტზე ოცნებობ გაგისნი ვაიმე ეს ესე იგი მართალი ყოფილი ვაიმე რა გავაკეთე
გინდა რა გინდა რატომ ისმინდა რა გინდა მილოცავ პატა რას მილოცავ რა გინდა ბიჭო რას მილოცავ ეს 5 წელი მეძინა რა 5 წელი გეძინა გუშინაღე გაგალეჯური თვალი იყავს სტურების გარახეც ოკებოდი რა 5 წელი გეძინა მართლა ხო აბა მართლა აბა ვაი იმათ მოკლა თეკლა დედას ფისავარ ეს ის არა რა შენი თეკლა დედას ფისავარ თეკლა მე პატა არაფერს არ ვთქვა რასულელი ვარ კარი უნდა ჩამეკეტა კალი რა რასულელი ვარ ხო პატა უნდა ჩაგეკეტა უნდა როგორც კი შემოვიდოდა ნუ ეგრევე უნდა ჩაგეკეტა რომ არ გაქცეო კარგი თეკლა რა მოგივი ვაიმე თეკლა მაპატიე ძალიან ხო აგისნე ყველაფერს მაპატიე რა მოგივი მე ვერ გაპატიებ მართლა ვერ გაპატიებ იმიტომ რომ იმდენი ვიცინე რომ მოწევი მტკივა დამცინი ხო დამცინი აღარ გიყვარა პატა მიყვარს არ უნდა გიყვარდე იმიტომ რომ მე თვითონ არ მიყვარს შემი თავი მძდაკს გესმის პატა რა გინდა ბიჭო რა წეღან ვერ გავიაზე იმათ მერე მოკლდი ეს რა გააკეთე ბიჭო უყურე უნდა გამაგიჟოს რა გინდა და იყვება ეს რებს აკეთებ აი მე გამანები თავი ნუ მელაპარაკებით გამანები თავი მოიცადე ეხლა ეს თეკლა მომისმინე ეხლა ეს ყველაფერი ჩემი ნაბახუსების ბრალია და პაატა გაგიჟდა არა ლაშა არ ჩემი ნაბახუსების ბრალი არ არის და არც პაატა გაგიჟებუა რა გინდა ისე კაი მარწყვივით გოგო კი ჩაიგდო ხელში მარწყვივით რა ნიტრატებიანი მარწყვივით ვაიმე კერა ვაიშე გამანები თავი ეს ტიპი წავალ ხა დავეწევი იმ ხა სად გაიქცა ეს ნუ კაცო დავეწიო რაღაც სად გაიქცა და ალბათ სახში წავიდა რომ ნივთები გადმოიტანოს თავისი ან კიდე წავიდა ემზარს უნდა უთხრას ვაიმე ეხლა იძახე ვაიმე შენ ვაიმე ეხლა იძახე გვიანია ეხლა უკვე ვაიმე მანამდე უნდა გეფიქრა წავა ეხლა ემზარს ეთქვის ემზარი გამწარდება დალევს დაიძინებს მერე კიდე ნაბახუსებზე იქნება გაიღვიწებს ისე დალევს ისე პრინციპში კიდე აკოთე თუ გინდა საში არ ყოფილა არაფერი კარგია ნუ მახსენებ რა კარგით რა გამანებეთ თავი რა ნუ მელაპარაკებით საერთოდ მაგას რა გავაკეთებ ვაშა ხედავ შენ რატომ დაიწუნა თუ მე პაატა მინდირა რატომ იმიტომ რომ დედამისი პრანჭებოდა ისე ყოჩახ შენ ბობის მოუგე ბესიქს კი ესე იგი ბობიმ ხო მოიყვანა შვილიანი გოგო შენ კიდე შვილიანი გოგოს დაადგი თვალი ან შენ და შენი შვილი რაღაცნაირი ნათესავები ხართ არაფერი არ ხართ ერთი რატო დამცინი მე მეცინება ეხლა მე რაც შეიძლება მართალია კარგი ხათი მართლა გვეყოფა პატა აღარაფერს აღარ გეტყვით უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს გამანები თავი არ მინდა არა მართლა გამანები ეხლა რაღაც უნდა კარგი სერიოზული კითხვა მაქვს დედა არა ხო გეუბნები დავამთავრეთ ეს ხუმრობა ყველაფერი მოჭა სერიოზული კითხვა მაქვს კარგი გისმენ მიდი ნომერი გამოვართვი გაგი და რა დამცინი ხო გამანები თავი რა შეუნა გაუგებრობა მოხდა ნუ ბიჭო გაუგებრობა მოხდა მოდი შერიგდით თქვენ და პაატა შერიგდით და გადაკოცნით აღნიშნეთ ეს შენს კარგი მიგინდა რომ ყოფ ხარ შენ აი მე საბადო მომგორე კარგი ვიდმე ხარ შენ უზრდელო შენ ისე თეკლა ერთი ორი კვირა დალევას არ ვაპირებდი მაგრამ ეს ცეცხლოვანი წყვილი უნდა დავლოცო რა მიდი გამოიტანეთ თან ეს რაღაც ყინულიც გექნება მოიტანეთ თორემ კარგი რა ნუ ნერვიულობ არაფერიც არ მომხდარა უბრალოდ კინა გამოხდა კარგი რა კარგი აღარ ვფიქრობ როგორ არ ვიფიქრობ აბა ეს როგორ მომივიდა ეს როგორ მომივიდა ეს არა ვაიმე ჰაიმე აღარც კი ვიცი რა ვიძახო არ ვიცი რა გავაკეთე კარგი ნუ იფიქრე პაატა მაგაზე აი ეხლა მე ჩაგეხუტები და ყველაფერი კარგად იქნება აი კარგი ავალ მე ეხლა კარს ჩავკეტავ მოვალ არა პაატა არ გინდა ჩაკეტვა ნუ აქ აღარ შემოვა და ლაშა ისე დათვრა რომ ვეღარ შემოვა თეკ გუ
რატომ? გეკითხებით, რატომ? ვაიმე, რა მოხდა პროფესორის? ჯერთი პროფესორო კი არა ზა. და მეორეც ეს ერთი, ყველაფერი დამთავრდა. დამთავრდა კი არა, არც დაწყებულა. პროფესორის მეჯორე და არ შეიძლება იმას დაგასწროთ, რა ვქნა ეხლა? პირველი იმავთხოვა, არ შეიძლება. რა ვქნა? მე რა ვქნა? ახლა კოთკოტება რომ იცი, მიდი. მიდი, თორემ გაგობსა მეჯორე, მიდი. წავედი მე მძინავს და მე მოდი თამსალია. ეხლა მოვდივარ. მე ფრიდო ნუ ნერვიულობ საღამოს შემოვალ და დავითახებ. ეგეთები დამითახვებია. და ჯექი შენ ახლა წავიდეთ, არ უბრალოდ წავიდეთ სტურუებთან და მოვილაპარაკოთ, სად გაუშვათ ჩვენი შვილები ქორწილის მერე. საქორწილო მოგზაურობაში წავიდეთ. წავიდეთ სტურუებთან, ჩავიდეთ და იმათაც რა რამდენჯერ თხოვე გათიშვამდე ნუსვამ თქო და მაინც სვავს. რა გაუკეთოთ გადასხმა და იქნებ უშველოს. გადასხმა კი არა, მაგას ისეთი რამე უნდა გაუკეთო, რომ არასოდეს აღარ დალიოს. ლაშა. ვაი მელენე ამას ისიც დინავს 1-2 წელი არ გაიღვიძება იცი. სოფი 1-2 წელი, ხო? რა მაგარი რამე მოიქცე. სოფი. ორსოს გავარ. რა მოიფიქრე? ახლა ვინახავ ხლაშა შენ თუ არ გაგაგიჟო აი ნახე სოფთან ეს რომ გაიღვიძებს არაფერი არ ემახსოვრება. ლაშა, ვაიმე რა ფუმფულელო. ლაშა. არ მილეთრაილა. ხარსა. ელენე გაიღვიძა. სადა? ელენე გაიღვიძა, მოდია. ვაიმე, გაიღვიძა ხალხო ჩემო. ველოდებოდით. 4 წელი? 4 კი არა 5 წელი ველოდებოდით. რა ხდება? ლაპარაკობს კიდეც. არ მჯერა. რა გკითხავ ხალხო რა? ლაშა 5 წელია გძინავს გცნო. კი, გცნო. რა 5 წელი რას ლაპარაკობთ? გუშინ არ იმას ვქენი. რა ვქენი გუშინ არ მახსოვს. ვაიმე, როცა მეტალაშა დაწექი არადგე. სოფი მიდი გაუკეთე გადასხმა მიდი. რას მიკი? არ მინდა არაფერი გადასხმა არ მინდა. საჭმელია ლაშა ესე იკვებები 5 წელია. რას ვიკვებები? არ მინდა არაფერი არ გადასხმა მინდა ტუალეტში მინდა. მოიტალაშა დაწექი არადგე, პამპერს მოგიტა. რა თქვა? პამპერსი ახლა 5 წელია გძინავს და ნუ აბა რა გვექნა ლაშა. არ მინდა ელენე მოდიოთ. არ მინდა აღარ გადამიარა. ხო. რა? ილაში თენ. ხუთი წელი მძინავს, ხუმრობს ხო? არა, არ ხუმრობს, მართლა. კი, ლაშა. მოიცა ეხლა ამიხსენით ყველაფერი წესიერად ამიხსენით ეხლა ამიხსენით. კარგი ლაშა დამშვიდდი, ახლავე აგიხსნი. 5 წლის წინ მოხვედი ძალიან ნასვა. ლაშა და მას მე რა უგონა წავღა. რა 5 წლის წინ დავლია და იმის მერე მძინავს? არა, 1-2 კვირა აღარ უნდა დავლია მე რა. ეს ჩემი ძის დაბადების დღეა. ვაი, მიმართლა, გილოცავ. თეთია ნიკა რატო გადაკოცნე? აბა შენ ხარ გადაკოცნე. თეთია მე ვარ ძიძა, მე. მე სულ დავიბენი კატომაპეტი გილოცავ. ისი ამ ბოლო დროს რაღაც ძალიან დაბნეული მეჩვენები. ხო, ძალიან დაბნეული ვარ. ჩემი და პროფესორის ურთიერთობაზე ვფიქრობ, ვერ გადავწყვიტე. უთხრა თუ არა რომ არ მიყვარს რა იაპონიაში რომ მიდიოდა გული რო არ ტკენოდა მოვაწყდა
მეც მიყვარხარა მეთქი და იმის მერე მითხრა რომ მაშინ მე აღარ წავალო და რა ვიცი ხანსარჩუქრებს თქნის მშობლები გამაცნოთ ეხლა ალბათ ხელსაც მთხოვს და უარი რა უთხრა გული ეტკინება რო არ უთხრა მე მეთკინება იმიტომ რომ არ მიყვარს და რა ვქნა რა გავაკეთო თათია მე ნუ მიყულებ მე ჯერ ბავშვი ვარ და ეგეთი რაღაცები არ ვიცი თუ გინდა PlayStation-ზე პატკაც გასწავლე იცი მეც არ ვიცი რა გითხრა თუ გინდა მართლა გასწავლის პატკაც აი ვიცი პიცა მან შეუკვეთეთ ცოტა გულს გადავაყოლებ კარგი შეუკვეთავთ პიცა გვინდა ჩვენ პიცა პიცა? კი პიცა გვინდა აუ პიცა რო არ გვაქვს თან ზარეულიც არ არის კარგი წავალ და რამეს გავაკეთებ რა თქვენ რო არ გაუძლოთ ადამიანს ცხოვრება ხვაში ეს გაიგეს ვაიმე ეს თათიამ რაც თქვა? არა ჩემი გულის მსხვერპლის ხმა კატო გილოცავ დაბადებისთვის რომ ეძინა ხვრინავდი? ცოტა 2 წელიწად ნახევარი. ესე იგი ხო? გივლიდი ლაშას 5 წელი ჩვენ ფაქტობრივად დავქორწინეთ. კი, სულ შენს გვერდით იყო გვერდიდან არ მოგშორებია გივლიდა როგორც საკუთარ ქმარს. ეხლა მაიცოდეთ ეხლა ეს მოიცა ამჯერა მოიცა ლაშექად მიდიხარ და ნიკა სად არის? ჯარში წაიყვანეს ვინ ჩემ ნიკა ჯარში მოუკვდეს ბიძა მაშა კარგი რა რას ამბობო მიმესეგაცო თეკლა სად არის? ლაზიკაშია ჟოზეს მაღაზია გავხსენთ იქ ფილიალია და იმას ხელმძღვანელობს აშენდა უკვე ქალაქი და იქ ცხოვრობს შენ გული არ დაგწვის დიდი არაფერი ქალაქი არ არის აი შენ რომ კარგად გახცები ლაშა გურჯაანში უნდა წავიდეთ გურჯაანში რატო ვაიმე სოფი არ იცის ამან ლაშა გურჯაანი ისე გააკეთეს ხო სხვა შორის პარლამენტთან ახლოს ვიქნებით პარლამენტი ხო გადაიტანეს კი ხიბულიდან ეგაგან თავისუფლებდი, მაგრამ არ მინდა ნიკამ ბიძამის აი ესეთ მდგომარეობაში უყუროს. კარგი გასაგები. უკვე მე-15-ად. კატო იცი რა ქენი? შენდენიკა წადი ზოოპარკში. კარგი. ხო, ნიკა მიდი ჩაიცი შენ და კატო მიდიხარ ზოოპარკში. ნიკა, მე კი წაგიყვანი, მაგრამ ლაშა ბიძია რო გაიღვიძებს, აქ ხომ უნდა ვიყო. რო გაიღვიძებს თუ გაიღვიძებს? ნიკა მოემზადე თან ახალი ცხოველები ეყოლებათ ზოოპარკში. ვა, მართლა სელაპი ყავთ? არა, სელაპი არ ყავთ. სამაგრად ჩვენ ყავს. მოდი ჩავაბაროთ. გამარჯობა, ვიკატო, გამარჯობა. მოვედი. მოვიტანე, ამას არ გაუღვიძია, ხო? არა. აქვე გაუკეთოთ გადასხმა. კარგი, სოფი და ამ გადასხმას რო გაუკეთებ, გამოვა უშველი? რა წესით კი უნდა უშველოს. ამას გადასხმა კი არა, უფრო გადმოსხმა ჭირდება. ამას გადასხმა კი არა, უფრო გადმოსხმა ჭირდება. ცოტა საჭმელი და ღვინო რომ მოაკლდეს სისხლს. კარგი, გაჩერდი ახლა შენ ჩაიჭი და წავიდეთ იმ ზოოპარკში თუ სადღაც. ისე რა საინტერესოა. ახლა რომელი ვესიზმრებით? მე აშკარად. კი, აი ესეც სახე აქვს. სოფი. არა, აშკარად მე ვესიზმრები. ნახე როგორი სახე აქვს. გამარჯობა კატო.
წესიზრებით. ნახეთ როგორ სახე აქვს. ჩიხერთმა. დადი ჩაიწიო. გიგია, კარგი, წავალ მე თორე მე მგონი ხეს გიშეთ. არა, უკვე მივეჩვიეთ. დავჩე? არა. კარგი, ასეც ვიცოდი. კარგი, ნახვამდის. მიდით სახლის ტელეფონი კაცი მეკაშავდა მიდით. ჰაჰა. იგარი, მოიცადე. მოუჩა, მოდი ჩემთან ძირფასო. მე ვიტირებ ხა დედას ისაუბრ თუ გავახო კარი. და ვიცი რომ სახთან გააღეკარები. პატა, შენი სუნთქვის ხმა მესმის? პატა, სუნთქვას ნოიკავებ გრძნობ. პატა, გააღე, თორე მეშინია უკვე. მე მიზია რა გინდა. თუ კარები ღია დატოვე, ფრიდოდი მოვა, ინდირას და ბობის ქორწილზე უნდა ვილაპარაკოთ. სხვაგან რომ გელაპარაკოთ მომდეიდა. სხვაგან საჩემ ფოტოფოტოთან. ან ერთთან, ან მეორესთან. კი, თეკლა, მაგრამ ამოვედი და ხა უკან ხო აღარ წავალ. თანაც პასტიკა მაქვს მახალი მოსული და შეიძლება. მადლობა პაატა. დიდი მადლობა. ნუნუ მითხრა, პაატამ თქვა, ჩემთან ავიდეთ ქორწილის ამებზე ვილაპარაკოთ. დიდი მადლობა. გამარჯობა. და სხვანაირად როგორ შეიძლება ბატონო თვითონ მე და თეკლა ლაპარაკობდით წეგან მარტო ვიყავით სახში ჩვენთვის და რა მოწყენილები ვართ, ნეტა გიმე შემოვიდეს და ბობის და ინდირას პროცესზე დაგოლაპარაკოთ. მე როგორ გაბიმართ ხოლმე. როგორ გაბიმართ. კარს დავკეტა. დაკეტე შენ. ოთახში შევა. შედი ოთახში. შედი ოთახში. არა დღეს შენი დაბადების დღეა, გილოცავ. მაინც გილოცავ. აი კატო. აი ეს ფული გამომარჩი და რაც გინდა ისე. კარგი რანიკა, 5 ლარით რა უნდა ვიყიდო? ნაკინი მიყიდე. ნიკა, დღეს არის ჩემი დაბადების დღე. ნინისთან ჩემ გამო აწყობენ ფართის. მე კიდე შენ გამო ვერ მივდივარ, ასე რომ ცოტა წესიერად მოიქეცი, იმიტომ რომ დღეს ძალიან მკაცრი ვიქნები. კატო. თუ გინდა ზოოპარკში არ წამიყვანო და ფართიზე წავიდეთ. კარგი რა, ელენე ძალიან გაბრაზდება. ზოოპარკში წამიყვანო მაღაზიაზე უფრო გაბრაზდება. რატო? რატო და ვეტყვი რომ ჟირაფს მომიკვინა. ჟირაფი არ არის. არ ყავთ. მაშინ ვეტყვი რომ ბიზონმა მიკვინა. ბიზონიც არ ყავთ. თუ არაფერი აყავთ ამ ზოოპარკში რა გვინდა? წავიდეთ ფართიზე. ისა გოგოები იქნებიან. კი. მე ხა აქლემის ყურებას არ ჯობია გოგოებს უყურო. რაც მახეს მიგებ ხო ნიკა? არა, კატო, მე ვიცი რომ გარეგნულად ხარ ესეთი საშიში თორე შიგნიდან იცი რა საყვარელი ვარ. მოკლედ გადაწყვეტილია, მივდივართ ფართიზე, დედას არც ვეთქვით და არც გაბრაზდება. ვაი მე ნიკუშა რა საყვარელი ხარ, კარგი რომ ზოოპარკში არ გინდა, ჩემთან ერთად გინდა წავასო ჩემ ფართიზე, ჩემ დაბადების დღეზე. კაი, გეყოფ. ისა, კატო, შენ გონია მე ძალიან მინდოდა ზოოპარკში წასვლა, მამაჩემს მეტი ფანტაზია კი არ აქვს. სულ ზოოპარკში დავყავ, უკან ცხოველები ცნობენ. და რა შედვარ ვესალმები ხოლმე, მგლები მაგალითად ყუდის ქიცინი ხვდებიან. მართლა? ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ეს ბატი-ბუტი რისთვის მაყიდინე თუ არ ჭამ? რა ვიცი, ვფიქრე მაიმუნებს ვაჭმევთ ხო, მაგრამ ზოოპარკში თუ აღარ მივდივართ, ფართიზე წავიღებ და გოგოებს. შენ თუ ესეც მოუჭირე ხო ის რა? ფრიდონ, რომ მე მიყვარდა ფრიდონობა. არა ფრიდონ. ხო, ესე გიგია. ფრიდონ, მე მოვიფიქრე, ყველაფერი გავიყოს ნახევარ-ნახევარზე. კარგი, თანახმოვარ. იცი, კი, ნახევარ-ნახევარზე 50-50. აბა. 100 კაცი საკმარისი იქნება მეტი. აბარა, 70, ჩემი 30 შენი. ვიცი. არა თანაბრადო. ესე იგი, მაშინ იცი რა ქენი? თეკლა, პატა, ლაშა, ელენე, ყველა შედაპატე 34 ცოტა. კარგი, ჯანდაბას. მაშინ თამადა
პაატა იყოს კარგი ბიჭია. რა, დიდი მადლობა, რას ლაპარაკობ. პაატა ვინ უნდა დალოცოს, თვითონ დასალოცია. პაატა მე ჯარეთ მინდა რომ აბა არა მე ჯვარე მე პროფესორის მეჯორე იცი რა სხვათა შორის მეჯორებაზე უარის თქმა არ შეიძლება იცი არაფერს არ დაგავალე პაატა არც მანქანა მოიყვანო არც ბეჭედი იყიდო არც ვიდეოს გადაღებაზე ფული დახარჯო არაფერი მარტო ის გააკეთე რაც საჭიროა მეჯორეს რაც ეკადრება მოიყვანე მანქანა ვიდეოს ფული და ბეჭედი იყიდე მე კი არაფერი აბსოლუტურად გატყუებს ვიცი ლაშას ვეტყოდი როგორ არ ვეტყოდი მაგრამ ნეფი პატარძის სუფრაზე დაჯდება ბევრ შეჭამდა ცუდად გამოჩნდება ვიდეოში გამყოლების ამბავს მოაგვარეთ მაგარი ბიჭები არიან პატარა სუფრა გაუშალოთ და ყველაფერი ხუთიანზე იქნება გაუშალეთ პატარა სუფრა გაუშალეთ და მაგ პატარა სუფრის გვერდზე გაშალეთ კიდე ერთი პატარა სუფრა ემზარისთვის დომინოური ითამაშოს რა ისე მომუნდეს მე რა ვიცი კარგი წავალ მე რესტორნის ამბებს მოაგვარეთ მე შენ შედი რესტორანში დაცოფე გალანსკე გათათხე და დააკლებინე ბაცები ყველაფერი ჩემი არა ერთი წუთი ხალხო თქვენ ალბათ რაღაც ვერ გაიგეთ არასდროს შანსი არ არის მე მეჯორე ვერ ვიქნები იმიტომ რომ მე ვარ პროფესორის მეჯორე ადამიანი გეგით იყო შემოსული ჩემთან თხოვა და მე უარი ვერ უხარით თხოვა მე აი რაც თუ მოიცე ხლა პრეზიდენტი ვინ არის სააკაშვილი რობერტ სააკაშვილი ლაშა შენ არ გეწოდინება ბირთვული ენერგიის მინისტრი იყო მოიცე ბირთვული ფიზიკოსთან არის ბორცვში გამოვა მოდი დაიჭირეს არა ლაშა თვითონ ჩაბარდა არა მე და მოიცა ერთი წუთი თუ ამდენი დრო გავიდა თქვენ ეს ახალგაზრდულად როგორ გამოიყურებით ეგ მარტივია კაცო სამლარად ყრია მარკეტებში ბუტოს ძალიან კეთილი ბიჭია ჩემი ნიკუშა საყვარელია ძალიან აუ კატო კიდე ერთხელ შემაქერა ალბათ შენ იცნობ ჩემ ნიკუშას კი ეს ძალიან საყვარელი ბავშვია ბავშვი არა მოზაი რამდენი წლის ხარ 23 უბრალოდ ეხლა არ მეტყობა ასაკი ახალი გაპარსულია და დიდი ყოფილა უკვე და არასო წვენს ალკოჰოლს არაფერს არ ხო? არა და ნახე რა ვიცი მიდი თამაშე მე ცოტა დავლებ აუ კატო მოდი აუ ამ ჭიქაში წყალი ჩამისხი და მეთომეს არ როგორ ხარ თამელი არა ის ჭახლის წვენი გავიზდებოდი მან ხოდე აუ იცი რა მაგარია ზოპარკში მაგრამ ერთო ხო მაგარია ზოპარკში ძა ხო აი ეს რა ხმაურია და ისინი ქარშევანგები ჩხავია კაი ხო წავედი წერო მოვიდა წერო ელენე იყო ხო კაიგო ხო ლაპო კაიგო არა არა ხო ძალიან კარგი მოგეთ ჩვენ ახლა აქედან მალე წავიდეთ რომ ვერაფერს ვერ მიხდეს კატო შენ თუ კიდე წარი და მე აქ დავრჩები ხარ მე დამკარგე არა ქენი ხარ მოიწვინე არა ეხლა არა ხდავლებ და მე ვიცეკოთ აუ რა მაგრა წავიდა ცეკვა იცი ამდენი ლამაზი გოგო ყოფილა აი ეხლა მესმის ლაშაბიძიას გავახარებ ეს კაცო ეს გაიღვიძე ლაშა ხო ფრით ჩემო საყვარელო გაიძინე ლაშა ხო უნდა გაგახარო ლაშა გამოვიდა მდგომარეობიდან აბა კარგი გელოდები მოცუნცულდი საერთოდ გაგიშტე ელე მოდის დიძოგი ახლა ვინ იყო ლაშა ჩემი ქმარი ხო
ფრიდონ როგორ გავყევი ლაშა და 2015 არა 2016 წელია ხო და ფრიდონს გავყევი გასტროლზე თიანეთში სხვათა შორის მაგ წელს გავიბრუნეთ თიანეთი ოკუპანტები შენას ამბავი რო გაიგე ის თვითონა გაამოძრავე და იმედი მოგვეცა თვითონა ესენი ეხლა ეს ფრიდონი თუ დიტო ხო დიტოა ლაშა რაღა დროს დიტოა დიტოს მე შენ ორი ქმარი ყავდა ხო მე არა სოფი 3 მოიცა ვალერი ითვლება ვალერი კი ის არ ითვლება გიგი ნუ ერთ სიტყვით გადაგასწრო შენ მადამ ლაშა ეხლა მე და ფრიდონი ველოდებით ვის ატარა ლაშიკო შენ ნორმალური ხარ კაცო ნორმალური ფრიდონს როგორ გაკეთე პატას მაინც გაყოლოდი რა თქმა ლაშა ნუნუს ქვას როგორ წავართ ნუნუ მოიყვანა თულა პატა მოიყვანა რა პატა მოიტაცა ნუნუ როგორ გაყვა პატას რა არის ახლა ნუნუ აღარჯობიათ ეკლას ემზარი ცხონებული რომ გაიგო ფანჯიდან გადახტა ბაბყალ შემიძლია ემზარი კაცო ეხლა მართლა ეგ უკვე მართლა აღარ მჯერა ყველაფერი დავიჯე ეს უკვე ნამეტანი არა ეხლა მე გავა პატას მოითელაშა სად მიდიხარ რა გინდა პატას ნამინდა და უნდა გავიგო ეს ყველაფერი მართალია და ტუტყუილი და თუ მართალია ვაი ვაი თუ მართალია კიდე და თუ მართალი მიულოცავ და ეგ იქნება რა ვიცი პატა რა საკეთე სადარბაზოში ვიხედებით ეკლა მაინტერესებს კიდევ ვინ შემოგვივარდება და ჩაგვიშხამებს ამ დღეს პატა ვინც მოსასვლელი იყო ყველა მოვიდა უკვე პრინციპში ეგეც მართალია ხო კარგი პატა შენ არ ინერვიო დაჯექი მოდი დაჯექი მე რა რომ არ გამოგვივიდა რომანტიკული დღე მთელი ცხოვრება წინ გვაქვს პატა მართალი ხარ მართალი კი არა რა თქვია რაც მართალი ხარ მე არ დავნებდები ძირფასო მე არ დავნებდები და იცი რა ვიზა არა უშავ დღე თუ არ გამოვიდა მომდები საღამო მაინც გამოვა ხო ხო წავალ მე ახლა და სანთლებს მოვიტან კარგი რა საყვარელი ხარ პატა მადლობა ფეკ ისე თეკლას სანთლები ვერ ვიპოვე და ნავთის ლამპა რო იყოს ხა უშავს პატა არა სანთლების გარეშეც რომანტიული ხარ მოდი დაჯექი შენ დაჯექი მე ხა შევალ აბაზანაში მაკიაჟ შევისწორე და ძალიან მალე დაგიბრუნდები კარგი მიდი აბა მიდი ოღონდ თვალები დახუჭე თვალები რატო ცუდი მაკიაჟი უნდა გაიგეთო არა სულელო სიურპრიზია კარგი დახუჭა თვალს პატა აღარ არ დაიძინო არა რა უნდა დავიძინო რა დავიძინო კარგი გელოდებით ეკლუნია პატა მართლა არ დავიძინო თეკლა არ დავიძინებ მალე დავბრუნდები ძალიან გელოდებით ეკლუნია მოხვედი უკვე მოხვედი რა ხართ ეს ქალები რა როგორ გიყვართ ეს სურპრიზების კეთება რა ხართ ეს მე სუ ხმარა მოიხო მოდი ერთ დაჯექი ჩემთან მოდი დაჯექი ჩემთან დაჯექი ახლოს მოდი დამალე დაბრუნდი ძვირფასო სუნამო დაისხი ვაიმე რა საყვარელი ხარ თექორდა დღეა მომენტზე ოცნებო ყველანი და წავალ მეჯობია აუ სოფი არ წახვიდე რა დარჩი ცოტა ხანი არა ნიკუშ გვიანია მაგრამ ხვალ მოვალ რა კარგი მაშინ გაგაცილებ მე გავაცილებ რა რა ხმა თაგ ვიყავთ რა ვაი რა ხმა არა სელაპია მოდი ვაშკები და ეს რა მთრალია ამას რა შემოიყვანს
თუ შემოიტანს. რაც უნდა და შემოტანა, მე ხედავ რა კარგად წერს კედელზე და მე ავაფაროთ და იგარ. ნიკა გამოიწია. ლაშა, შემოდი ლაშა. ამიდა ელენე, მე თვითონ შემოვა. Sophie! მე თვითონ მივხედავ ყველაფერს. მე თვითონ ვერ მივხედავ. ერთი გეხვეწების ავილაგი და Sophie, აკა ხარ შენ Sophie, გენაცვალე, მე მინდა მე თვითონ მოვალე. ერთი წუთი Sophie, გოგოში. ელენე, არა აქვს რეაქცია, ისეთი მთვრალია. ლაშა, მოდი შენ აქ დაჯექი დივანზე. სოფი გაატარე, მიდის უკვე, მიდის. მე რატომ ველაპარაკებ, გეგონება ყრუვე. დაჯდომა კარგია. დაჯდომა, მოდი დავსხდეთ სოფი რა მედას. რა, მოდი დაჯექი, რატო ნერვიულობს. სოფი, ბიჭები ვიყავით ახლა. ძალიან კარგი დრო ვატარეთ რა. ლაშა, მომისმინე. სად ვიყავი? მე რა ვიცი. მე რა ვიცი ხა, მე რატომ მეკითხე, მე საიდან უნდა ვიცოდე საწყო? არა, სოფი. ლაშა, მომისმინე. საიდან ხა უნდა ვიცოდე, მე რატო გონია ელენეს, რომ მე უნდა ვიცოდე სად ვიყავი. რა გინდა? ლაშა, მომისმინე, რომ გირეკავ, რატომ არ პასუხობ? როდის მირეკავ? როდის მე არაფერი არ გამიგია, როდის მირეკავ, ხა მე რო დაერეკა ჩემთვის რა გიპასუხებდი. როგორ არ გიპასუხებდი, რა თვლით ხა, ეგ ლაპარაკი მინდა ხა სოფი. რო დამირეკე, კაცო, დამირეკე და გიპასუხებ, ხო? ეგ არის ტელეფონი. ეგ არის ტელეფონის ზარი, კაცო, მითხარით, მე რო ტელეფონის ზარია ეგ და უპასუხებ, მე რა ვიცი რომ ტელეფონის ზარია ეგ. ნიგა, ნელი ბავშვი გააღვიძე. ნელი გააღვიძე ბავშვი, ბიძა ენაცოლოს მაგას, ეხლა ნახ აი, მიყვერი ხარ ეძინოს ცოდო. ბავშვი გააღვიძე რომ გეუბნები ეხლა კაცო. აი, გავაღვიძებ, აი. აი, მოვედი. სადა ხარ მოვიდა. მოდია. შემაიმუნე. ეს არის ჩემი ბიშვილი. უსაყვარ ჩემი იმედი. ადექი და აბა ბიძას რო უყურს ის გააკეთე. მიდი, ჰე? მიდი. ქარი გიმღერის ნანა. ზღაპასკი ამბობს შეგიაცოლა. ზეცნამალეს დამავსო ეჭვები. საქართველოს სად არის? მართალი ხა. ამ სიმღერას ფეხზე უნდა წამოუდგებ, სოფი. მოდი მიმღეროთ წავე. აბა, მოშარა ვიმღერებთ. დაშტი მოიტანე. აიმე ნიკა მოიტანე. ცუდად ხარ? ელენე მოდი გეხვეწები ცუდად არის ლაშ დაჯექი. მოიტანე? აიმე ელენე მოდი ცუდად არის. ჩამოასხი ხლა მე. აი ამ სასმისით მინდა დავლიო ჩემი ქვეყნის აქტივს. ჩამოასხი კაცო რა, ვინ არის ცუდა? ვინ არის ცუდა? ლაშა, მომისმინე, ლოგინი გაგიშალე, შედი დაწექი. ლაშა, შედი და დაწექი. ლაშა ვაიმე, სამჯერ გითხარი შევალ დავწები დავიძინებ ეგ. რა თქმა უნდა გამეორება. ელენე ვერ გა. ხო გითხარი სამჯერ, ამდენჯერ უნდა გაგიმეორება რა. წავალ დავწები დავიძინებ. მე წოფი მიდიხარ? მოიცანე ხა. უნდა გაგაცნო. აბა, მე უნდა გავაცინო სოფი, მარტო. გავაცინო სოფი, გავაცინო, აბა, გავაცინო.
მიდიხეთ ასე სოფიც გავაცილე. კარგად სოფი. წავედი ნიკა დაიძინე დაწექი, თორე ამან თუ დაიწყო ხრინვა, მე ვეღარ დაიძინე. მიდით, ჩიტებო იჩიკჩიკეთ, მიდით, შეგვიქმენით რომანტიკული გარემო, მიდით ახლა, წავიდა, წავიდა ახლა, ჰე. ამათ უკვე გაფრინდეთ. არა უშავს მე ვიჭიქჭიქ, გაფრინდე, მე ვიჭიქჭიქებ, მე შევქმნი რომანტიკულ გარემოს თქო. ეხლა მე ვიჭიქჭიქ, უყურე. ბატა რა რომანტიული წვილი ვარ. ხო, აბა, მოდი იცით ეხლა რა ვქათ. მოდი დღეს მე ვიქნები რომეო და შენ იყავი ჯულიეტა, რა სიტყვი? არა ბატა, ეგენი კუდებიან, სხვა ვიღოთ. კარგი, მაშინ მე ვიქნები ტრისტანი, შენ იყავი იზოლდა. კარგი, მაშინ შენ იყავი ნუნუ, მე ვიქნები ემზარე, აბა რა ვიცი. მე ცოცხალე რა უნდა დავდარჩა და რა გავხდათ, რა გავაკეთოთ ერთდროულად. ბატა, იცი რა ვფიქრობ? არა. ხო, ნუ საიდან გეცოდება, მე ვფიქრობ. რატომ მოდი დღეს ერთმანეთს მოვუწყოთ ყველაზე თბილი და ტკბილი დღე. თბილი და ტკბილი დღე? კარგი. მაშინ აივანზე გავიდეთ, მზეს მივეფიცხოთ და შაქარი ვჭამოთ, ჰა? გიჟდები, კარაქიან პურზე მოკლი შაქარზე, იცი როგორ მიყვარს მაგარია, ხო? არა, ბატა, კარაქიანი პური და შაქარი, აი რამე უფრო რომანტიული მოვიფიქროთ. კარგი, უფრო რომანტული, მაშინ კარს ჩავკეტავ. მთელი დღე ვიყოთ სახში მარტო მე და შენ ერთად. მე იქ მუსიკა, იქ შამპანური, იქ მიყვარს ეს კარაქიან პურზე მოკლი შაქარი და რა ვქნა, ჰა? კარაქიანი პური არა და კარი არავის გაბუღოთ ჩიგეთანხმებ. ხო? აი თელი დღე რო რეკოს მაინც არ გავუღოთ კარი. არა. ხო. შენ სახში ხარ? არა, შენ? არა. სახში არა ხო ყავი. და დაველოდი რამდენი ხანი. ნახოთ. ნახოთ. ზარს ვრეკავდი, მაგრამ ვერ გაიგეთ ალბათ, არა უშავს. შენ სხვა გიშნით. პრინციპში კი. კარგით, მაშინ მოგვიანებით შემოვა. საქმე მაქვს შენთან. კი ბატონო, ნახავთ დროებით. მე ხაწავ კარს ჩავკეტავ და არავის არ გავუღოთ, კარგი? კარგი. მოგიხართ მოგვიანებით შემოვა. ეხლა სხვა გიშნით ხეას? არა, ტელევიზორს უყურებ. შეყვარებული ხალხი ხართ, ხო რა დროს ტელევიზორია, მოესიყვარულეთ ერთმანეთს. აბა, ბატა, ჩვენ როგორ ვერ მოვიფიქრეთ? როგორ ვერ მოვიფიქრეთ ჩვენ? ბატა, საქმე მაქვს შენთან რა. გისმენთ? მე თუ გიშლით გავა. არა, თქვენ იყავით როგორ გეკადრეთ? ერთი წუთი თუ შეიძლება. კი ბატონო, ბოდიში ეხლა. კარგი. კოცნი. კოცნი. გაიგო. ბატა, რაშიც საქმეში დალაპარაკება მინდა შენთან და თეკლას მომერიდა რომ მეთქვა რომ გადითქო და იქნება შემოთქვა მაინც თუ ახლოს ახარ მასთან. ჩემგან შეიძლება ეს კი არა. შენგან მოთქვა ის იქნება. გავიგე. მადლობა. აჰა. ბოდიში რა ვქო. კი ბატონო, არა პრობლემა. ისა თეკლა პროფესორმა საქმე მაგდა დაქტოროსო. კარგი. კოცნი. კოცნი. გაიგო. ნიკა, რა საკეთებ? რა ვიცი დე, სული ფერი აქვს სახეს და ვიფიქრი მოუხდება თქო. იტალია მთელი ღამე აქ ეძინა? არა კატო, ძელი სხვა რაღაცა, მთელი ღამე აი აქ იდო. რა მაგარია, ჩვენი ლელინი ყავს. საერთოდ არ გაუღვიძია, ხო? კი, როგორ არა, წაღან გაიღვიძა. და რა უმერი? რაო და და ვერე დაიძინა, არა, ლაშა ესეთი მთვრალი პირველად ვნახე. პირველად და შენ დაბადების დღეზე? კარგი, მეორედ. და ახალ წელს რომ დალია მამასთან ერთად და შენ რომ ეჩხუბე? კარგი, ნიკა, მესამე. და კარგი, ნიკა, ერთი წუთით. ლაშა ასეთი მთვრალი ვნახე მე-14.
და საერთოდ გრძნობა აქვს თუ და თუ არ არის? არა, მე ხე სოფი ჩავიდა, წამალს ამოუწევს, გადასხმას გაუკეთებს და იმედია მოვა გონზე. დე, გონზე ახლაც მოსული, აი უყურეთ. ლაშაბედია. შენ ხო ხარ ყველაზე ბოთე. არა. ლაშაბედია, მე ხო კაი ბიჭი ვარ. აი კიო. ლაშაბედია, სოფი ხო აღარ გიყოს. აი არაო, მე მიცმობ ხო? აი კიო. აი თქვენც ხომ აქ იყავით რას თქვა, მე რო აღარ გადათქვას. მოგეთ პატა გადავწყვიტე რომ თათიას ხელი ვთხოვ რა. ანუ ცოლობა. ხო. დამეხმარე რა. და მე რაში უნდა დაგეხმარ? მე ვთხოვ ცოლად გამოვყევით ხო თუ რა? არა. აბა აი აქ მოგ ჩამოწერილი 10 სხვადასხვა ვერსია როგორ შემიძლია ხელი ვთხოვა და შენ მირჩე რომელი უფრო ორიგინალური. კი ბატონო, აბა გადავხედავ. კი ბატონო, ნახოთ, გადავხედავ. ტალახი არ ვიცი ხა. ქონ ერბო, რა ქონი კაცი? არ ვიცი ეს. აბა ეს მე მგონი ეს კარგი უნდა იყოს, ავი ეს კარგია ვითომ? რავი, რატომაც არა, ზოოპარკინს სპილო გამომატანეს რა. მოდი დავანებოთ თავის სპილოს ბატონო პროფესორო, მე მოგიფიქრეთ რაც უნდა გააკეთოთ. რამე ლექსი წაუკითხეთ, ან უფრო რომანტიკული იყოს, ხო ხტებით, ან ლექსი წაუკითხეთ, ან უმღერეთ რამე სიმღერა. კი, ვიცი ლექსი, ერთი კარგი ლექსი ვიცი. ლექსი? იაპონური. იაპონური? ძალიან კარგი, ძალიან კარგი. კი, მთავარია ლამაზი იყოს, რა მნიშვნელობა? ლამაზი ლექსი. ჰაიკუ. ჰაიკუ? ხო, ჰაიკუ. ჰაიკუ ეს სტილი არის. გასაგები მიმდინარეობა. ხო. გასაგები აშო არის, ავტო ეს ცნობილი ის იყო. ჰაიკუისტი. იაპონური. ხო. ეს ლექსი არის ფურუიკე ია კავაძუ ტობიკომუ იძუნო ოტო. მოდი ბატონო პროფესორო, იცით რა არის? გავანებოთ ლექსი თავი, მოდი სიმღერა. არა და კარგი ლექსია. არა, გასაგებია რომ კარგი ლექსია და კარგი მიმდინარეობაა, მაგრამ მოდი სიმღერა ვცადოთ, აბა. სიმღერა, შეგვიძლია რა სიმღერა? მოვსინჯოთ მაშინ. ეგრე არის ბატონო პროფესორო. ასე იწყება. ეხლა რა ხდება? ეს გიტარა შევიდა რა. ბას გიტარა? ბას გიტარა. მოდი სანაცაყვილი შევიდა გავანებოთ ცოტა ხანი ამას თავი. ხო, მოდი. ლექსას გავანებოთ თავი, მე მოვიფიქრე რა უნდა გაკეთოთ. მოკლედ ესეთი რაღაც გავაკეთოთ. ბარის უკან დაიმალებით თქვენ? ხო. ბარის უკან იმალებით? მაინც დასამალი რამჭირს, მშვენიერი ბიჭი ვარ. არა, გასაგები უფრო რომანტიკული იყოს, ხო ხტებით, უფრო სურპრიზი, მოულოდნელი ეფექტი ექნება, ხო ხტები რა? და თათი როგორც კი შემოვა, ეგრევე ამოხტებით და პირდაპირ ეთქვით თქვენ საფრთხეს. რო შევაშინო, ხო? არა ბატონო, პირველმა შეაშინო, ანუ ლამაზი იქნება მოულოდნელი ეფექტი, სურპრიზი, ხო ხტები რა? ხო. ხო, მიმდინარეობა ეს რა, ხო ხტები, ხო. მოდი, აბა ცადოთ ახლა ესეთი რამე. ეს არის ბარი. ბარი, ხო. ბარი. აქედან თუ იქით? აქედან, ხო. ეს არის ბარი აქედან. მე ვდგავარი, აბა წავიდა, გავაკეთოთ. ნახოთ ახლა მოისინჯოს ეს ვარიანტი, ჩაიმალე, მე არაფერი არ ვიცი, მე არ ვდგავარ, მე არაფერი არ ვიცი. მზად ხარ? ჩანვა? არა, მზად ხარ? კი. წავიდა. ბატონო პროფესორო, ეხლა ეს დავიჯერო სწრაფად ამოხტომა იყო ეხლა ეს? ჰა? ცოტა უფრო სწრაფად არ შეგიძლია ბატონო, აბა რა წავიდა ტემპში ცოტა, აბა მე არაფერი არ ვიცი, ვდგავარ აქ. მზად ხარ? ჩანვა? არა, მზად ხარ? კი. წავიდა. კარგი ხა ბატონო პროფესორო, თუ დამცინი არ ვიცი ხა ეს იმაზე სწრაფად ამოხტომა იყო, ვითომ დავიჯერო წეგარო იყო, ჰა? რას ლაპარაკობ, უნდა ნახო გული როგორ ამიჩქარდა. აბა მე არ მესმის და აბა რა ვიცი, აბა ხო. ვარჯიშ და რეპეტიციები არ მინდა, მე წავალ პირდაპირ იმპროვიზაციას გავაკეთებ. გასაგები, ეგრე ჯობია. კი ბატონო. არა, როგორ გეკადრებთ, ეგრე ჯობია, კი ბატონო. ეკლას ბოდიში გადაეცი ჩემმა. თეკლა. ბატონო. გამოდი. თეკლა. რაზე შევჩერდით? თუ სად შევჩერდით? სად შევჩერდით და აი აქ. აქ, გასაგებია. სულ დამოვიწყო მეკითხა და ჩემი მეჯვარე იქნები? თეკლა, ამას ახლა კი. გამოუშვებ? ბატონო? გამოუშვებ? კი. დღეს მინდოდა რომ განთავისუფლება მეთხოვა შენთვის
მეგონა რომ ლაშა დაიტოვებდა ბავშვს, მაგრამ ლაშა თუ ესეთ მდგომარეობაშია, აღარ გამოვა რომ მე გამანთავისუფლო და დღეს გამანთავისუფლე რა.